და ასევე მინდა კითხოთ, თქვენ ვიცით რომ იღებთ მონაწილეობას, მაგრამ აი ჩატარდა ეს არჩევნები ისევ ლეგიტიმაციაზე ისევ დაიწყებს ხო ის პარტიები ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. თქვენთვის აი სად გავა ეს ზღვარი ლეგიტიმურობასა და არალეგიტიმურობას შორის და თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ლეგიტიმური არ იქნება ეს არჩევნები? ჩვენ საერთოდ ხმოვნად უყურებთ ამ ისტორიას. ჩვენ ორი ალტერნატივა არსებობს. ან ოპოზიცია გონსმოვა, ვიღაც ადეკვატური რაღაც ხალხი გაიმარჯვოს ამ ფლანგზე და იქნება მართლა ბრძოლა გამარჯვებისთვის, მაგალითად დიდ ქალაქებში სადაც ოპოზიციას მეტი ხმა ქონდა. ამის ალბათობა რა ვიცი შეიძლება ჩემი განმარტებით 1%-ზე ნაკლებიც იყოს, მაგრამ ეს ერთი სცენარია და თუ ასე არ ხდება, მე მესმის ჩემი რესურსები და მესმის ქართულის რესურსები და მე მესმის რომ არანაირი შანსი არ მაქვს ეხლა პრობლემად თბილისის მერის პოზიცია მოვიგო. მაგრამ მე შემიძლია გავიყანო ბერსაგრებულოში ადამიანები და უთხრა ხალხს რომ აი ხო ხედავთ რა საგიჟეში ხართ. აგერ კოცები, აგერ ეს გაუგებრობა 4-5-95 და სულ ამ ხალხს თქვენ არ აღმოჩნდეთ თავარი ოპოზიციური ძალა საქართველოში. ხო და მე მევეტყვი რომ მოდი მე გავძლიერდები. მე მჭირდება რომ ყავდეს ხალხი ზესტაფონში, ყავდეს ხალხი, რა ვიცი, ბათუმში, ყავდეს ქუთაისში, თბილისში, გავფართოვდე მეტი პოლიტიკოსი ყავდეს, უფრო მეტი კონტაქტი ქონდეს თქვენთან და შემდეგ არჩევნებს საპარლამენტოდ. მე უკვე სერიოზული ძალა ვიქნები. ამიტომ თუ ოპოზიციური ველი გონს არ მოვა და ჩვენ გამარჯვებისთვის არ თამაშობთ, მაშინ მე საერთოდ ამ არაფერი არ მესაქმევა ხალხთან, მე ჩემ პარტიას უნდა მივხედო, რომ მომავალში მქონდეს შანსი გავიმარჯვო არჩევნებზე და მე ასეთ ვიწრო პარტიული ინტერესით წავალ და მე ამ შემთხვევაში ისეაც ვიცი რომ გასაგებია რომ თუ აქ ბარდაგია ოპოზიციურ ფლანგზე ქართულოსთან გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს რა ვიცი 60%-ით 55 ჩემს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს მნიშვნელობა იქნება მე რომ ყავდეს 3-4-5 ადამიანი საკრებულოში. ამიტომ მე ასე შევხედა ამას და ჩემთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ეხლა ზოგად საკაცობრიო პოზიციით რომ შეხედო პოლიტიკური კონკურენცია და ბევრი პარტიის მოწვევა კარგია, მაგრამ ვიწრო პარტიულად რო შეხედო, რაც ნაკლები მიიღეს მოწვევას, მით უკეთესად ჩემთვის. მადლობა.